გრიმუარის სახელით გილოცავთ 2025 წელს და გისურვებთ, რომ ამ წელიწადმა თითოეულ თქვენგანს და თქვენს საყვარელ ადამიანებს მოუტანოს უამრავი სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. და აგრეთვე ვისურვებ და ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს, რომ ვიცხოვროთ ბედნიერ, თავისუფალ და სიყვარულით სავსე საქართველოში. როგორც უკვე მიხვდით, დღეს გვექნება ტაროს საჯარო გაშლა. ამჯერად ამ საჯარო გაშლის კითხვა იქნება, რა დაგებედათ 2025 წელს. ფოკუსირდით ამ კითხვაზე, იფიქრეთ მასზე და აირჩიეთ აქ მოცემული სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი. აირჩიეთ ის, რომელზეც ყველაზე მეტად გაგიწევთ გული და გიკარნახებთ თქვენი შინაგანი ხმა. მე კი შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი და შემოგვიერთდეთ Facebook ჯგუფში, რა თქმა უნდა სახელწოდებით გრიმუარი, მოიწონოთ ეს ვიდეო და გაგვიზიაროთ კომენტარების სახით, თუ რას ფიქრობთ მასზე, როგორ დაემთხვა პასუხი თქვენს რეალობას და ასე შემდეგ. აგრეთვე შეგახსენებთ, რომ პირად კონსულტაციებზე ჩასაწერად უნდა მომმართოთ პირად შეტყობინებებში, ხოლო ჩვენს საიტზე grimoire.g შეგიძლიათ იხილოთ ჩემი სასწავლო კურსები და სხვადასხვა საინტერესო სიახლეები და პროდუქცია. აგრეთვე მინდა აუცილებლად ვურჩიოთ თითოეულ თქვენგანს, რომ შეიძინოთ საახალწლო პრაქტიკა, რომლის შესახებაც დავდეთ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ, დარჩა სულ რაღაც რამდენიმე დღე, სანამ დასრულდება ამ პრაქტიკის, ამ საახალწლო რიტუალის გაცემა, რომლის შესრულებასაც აუცილებლად ვურჩევ თითოეულ თქვენგანს. რადგან ის უზრუნველყოფს იმას, რომ ეს საკმაოდ გარდამტეხი და ტრანსფორმაციული წელი გაიაროთ მაქსიმალურად ნაყოფიერად და სუბუქად. სტატიის ბმულს დაგიტოვებთ კომენტარებში, ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ პირველ ვარიანტზე. ერთადერთი სიტყვით რომ შემეფასებინა ეს გაშლა, ალბათ ვიტყოდი სიმდიდრეს ან სიუხვეს. მაშსადამე, რაში გამოიხატება ეს სიმდიდრე და სიუხვე თქვენს შემთხვევაში? პირველი რაც უნდა აღინიშნოს არის, რომ დაგებედათ ამ წლის მანძილზე სწორედ ესეთი უხვი, მდიდარი, ჭარბი ენერგია, თუ გინდათ ესე დავარქვათ, მაგრამ ნახეთ საქმე რაშია, ეს ენერგია ამ შემთხვევაში მოითხოვს სწორი ფორმით მართვას, სწორი ფორმით კონცენტრაციასა და გამოხატვას. იმისათვის, რომ თავისთავად შემდგომ უკვე მოისხას ის ნაყოფი, რასაც ჩვენ შეგვიძლია დავარქვათ, თუნდაც სიმდიდრე მატერიალური, თუნდაც როგორც შეიძლება იყოს სიუხვე ფინანსური, კეთილდღეობა, ბარაკა, ხვავი და ასე შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ სიმდიდრე უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს ადამიანის ცნობიერებასა და მის გონებაში. სწორედ ჩვენი გონება არის ის, რაც არის ჭეშმარიტი სიმდიდრე და სწორედაც რომ სიმდიდრის ერთ-ერთი გამოვლინება არის გონიერება, სიჭკვიანე, გამჭრიახობა და სხვა მსგავსი, ხომ? კომუნიკაცია და გონება ძლიერი, ეს არის ის დუო, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც იქნება მომტანი თქვენთვის. ძლიერი, მყარი და ნაყოფიერი ენერგიების ამ წლის მანძილზე. დაგებედათ მართალია სიმდიდრე, მაგრამ ნახეთ როგორი სიმდიდრეა ეს არის სიმდიდრე, რომელიც ჯერ არ გაქვთ მოპოვებული. არამედ თითქოს და ის სადღაც არის და გელოდებათ, რომ ის აიღოთ, რომ მიიღოთ. თითქოს და დაიკანონოთ, ან თუ გინდათ უფრო ნაცნობი სიტყვებით რო ვთქვათ, გადაიფორმოთ თქვენს სახელზე. მაგრამ ამისათვის გჭირდებათ რა? აქ არის საუბარი კვერთხების ტუზზე და კვერთხების მეფეზე, ანუ აუცილებელია რომ ჩამოიშოროთ ყველანაირი სახის ემოციური და ფსიქოლოგიური ბლოკები, გახდეთ მეტად თავისუფალი, თამამი, გამოავლინოთ თქვენი დაუზარელი, შრომის მოყვარე და აქტიური, შემოქმედებითი ბუნება, რომელიც ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში შესაძლოა გარკვეული ლიდერული მონაცემების გამოვლინებასაც კი საჭიროებდეს. ეს გაშლა და ტაროს კარტები გვეუბნებიან, რომ ამ წლის მანძილზე ის, რაც მუშაობდა წარსულში, აღარ იმუშავებს. თქვენ გჭირდებათ რაღაც აბსოლუტურად ახალი, რაღაც განსხვავებული, რაღაცა სხვაგვარი, რაც აქამდე არ გიკეთებიათ. სავარაუდოდ ახალ წელსაც დავხვდით შედარებით განსხვავებული განწყობით, სავარაუდოდ გარემოც განსხვავებულია და ფაქტობრივად ცხოვრებაც თავისთავად მოითხოვს, რომ თქვენი სტრატეგია, შეხედულებები, ემოციური რეაქციები და მოქმედებაც შეიცვალოს. და აი ამ ცვლილებასა და ესეთ კრეატიულ ადაპტაციასთან ერთად სწორედაც რომ შემოაქვთ თქვენს ცხოვრებაში ის სიუხვე, რომელზეც ვსაუბრობდით და შეძლებთ მის გამოყენებას.
თუ გეგმავთ, რომ განაახლოთ თქვენი საცხოვრებელი სივრცე, ან შესაძლოა საერთოდაც შეიძინოთ უძრავი ქონება, აგრეთვე შესაძლოა ძალიან კარგი და ბრწყინვალე წელი იყოს. წელი იქნება უკიდურესად დაკავებული, აქტიური, ბევრი საქმით დატვირთული, ამიტომ აუცილებელია რომ გქონდეთ ყველაფერი კარგად დაორგანიზებული და არ დაიზაროთ, არ დაგზარდეთ, უბრალოდ არ დაზარდეთ საქმის კეთებას. და აუცილებელი იქნება რომ მიეჩვიოთ ფიქრს გრძელ ვადიან პერსპექტივებში, იმოქმედოთ გეგმებით, იმოქმედოთ არა მარტო მატერიალური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ უპირველეს ყოვლისა იზრუნოთ საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე, ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. გისურვებთ ბედნიერ წელიწადს, გისურვებთ ნაყოფიერ წარმატებებით სავსე წელიწადს და ახლა უკვე გადავალ მეორე ვარიანტზე. მასშტაბი შეგვიძლია დავიწყოთ მეორე ვარიანტის განხილვა, მაშ რა დაგებედათ 2025 წელს მათ, ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი. მოდით ესეთი პატარა თეზისის ან მოკლე წინადადების სახით შევაფასოთ პირველ რიგში ეს გაშლა და შემდგომ უკვე ჩავშალოთ ყველაფერი დეტალებში. ამ გაშლას და ამ კარტების კომბინაციას მე დავარქმევდი მე არ მჯერა, მე ვიცი. ან აღარ მჯერა, მე ვიცი. რას გულისხმობ კერძოდ აქ? პირველ რიგში უნდა შევეხოთ ისეთ თემებს, როგორიც არის ადამიანის ინტუიცია, ადამიანის შეგრძნებები, დაფარულის ამოხსნა და გაგება და გააზრება, რწმენა და ასე შემდეგ. ნახეთ როგორი რაღაცაა 2025 წლის მანძილზე მთავარი ესეთი აქტუალური თემა და მოვლენები, რომელიც იტრიალებს თქვენს გარშემო, იქნება დაკავშირებული რაღაცების გაცხადებასთან. აი თითქოს აქამდე რაც არ გესმოდათ ან რასაც ვერ ხვდებოდით, შეიძლება გაიგოთ ძალიან კარგად და გასაგებად. თითქოს ის საკითხები, რომლებშიც აქამდე ეჭვიგეპარებოდათ, ან რომელიც იყო ბურუსით მოცული ან მოფენილი, გახდება უფრო გამჭირვალი, უფრო სინათლით ავსილი, გახდება უფრო მეტად აშკარა, გასაგები და ხილული თქვენთვის. ნახეთ როგორი რაღაცა. გარდა ამისა, აქ ჩანს გამარჯვების კარტებიც, რომლებიც ერთის მხრივ აი ამ გარკვეული სწავლის, დაკვირვების, შეგრძნების პროცესებთან ერთად მოდის და გვაძლევს არა მარტო უბრალოდ რაღაც თეორიულ ცოდნას, ან რაღაც ამოუხსნელ ესეთ შეგრძნებებს ან იმპულსებს, არამედ აგრეთვე აუცილებლად გვაწვდის ხილშესახებ წარმატებებსაც. გამომდინარე იქიდან, რომ აქ არის საუბარი არა რაღაც აბსტრაქციულ წარმატებასა და გამარჯვებაზე, არამედ ისეთი ტიპის გამარჯვებასა და წარმატებებზე, რომელიც გაძლევს უსაფრთხოების განცდას, გაძლევს თავდაჯერებულობის, სიამოვნების განცდას და რომელიც გათქმევინებს, რომ აი ეხლა მე უკვე ნამდვილად ვიცი, რისი გაკეთება შემიძლია, რისი გაკეთება მინდა და ნამდვილად ვხედავ რა შედეგი გამოიღო ჩემმა წარსულმა, ჩემმა წინაწლებმა, ჩემმა შრომამ, სწავლამ, ფიქრმა, დარდმა თუ ასე შემდეგ. ანუ მარტივად რო ვთქვათ, რწმენა ამ შემთხვევაში იქცევა ცოდნად. აქამდე თუ კი რაღაცებზე გქონდათ მეტნაკლებად აბსტრაქტული წარმოდგენები, თუნდაც იგივე რაც ეხება საკუთარ შესაძლებლობებს, უნარებს ან საკითხებს, რომელიც შეიძლება გინდოდეთ რომ გეხერხებოდეთ, ან რომლის გაკეთებასაც შეიძლება გეგმავდეთ. ეხლა უკვე უბრალოდ კი არ გეხერხება, არამედ არის გაკონტროლებული, არის მართვადი. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იწყებთ ცხოვრების თქვენს გემოზე მოწყობას, დალაგებას და თითქოს შეიძლება ასე ითქვას, საკუთარი პრინციპების, ინტერესებისა და რწმენა შეხედულებების არამხოლოდ გატარებას, რაც შეიძლება გამოვლინდეს თუნდაც გარკვეული საზღვრების დაწესებაში, გარკვეული ადამიანების დათრგუნვაში, თუნდაც რაღაც გაგებით, დათრგუნვაში არა ცუდი გაგებით, არამედ უბრალოდ რომ აქამდე სავარაუდო და ნახეთ როგორი კომბინაცია ქურუმი ქალიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ აქამდე ალბათ თქვენ უფრო ექცეოდით სხვისი გავლენის ქვეშ, ან შესაძლოა გიწევდათ დამთმობი პოზიციის აღება და ახლა უკვე საუბარია იმაზე, რომ პირიქით მოგიწევთ, რომ თქვენი პოზიცია უფრო ხილულად გამოხატოთ და შესაბამისად სხვა ადამიანები, წყალებში ვთქვათ, აქეთ დაგითმობენ და გახდებიან კომპრომისულები თქვენთან მიმართებით. და სწორედ აქედან გამომდინარე უკვე ხდება არამხოლოდ თქვენი ცოდნის, ინტერესებისა თუ რწმენის გატარება თქვენს ცხოვრებაში და სხვადასხვა მოვლენებში და სხვადასხვა ადამიანებთან, არამედ ხდება აგრეთვე ამ ინფორმაციის გარეთ გატანა და გაზიარებაც.
დიდი ალბათობით ბევრჯერ მოგიწევთ წლის მანძილზე რომ იყოთ ვიღაცის მასწავლებელი, მრჩეველი, დამხმარე, დამრიგებელი, ვიღაცებით თუნდაც აღზარდოთ, თუნდაც ზრდასრული ადამიანები, ვისაც აკლიათ აღზრდა, ან ვისაც სჭირდებათ რჩევა, დარიგება და მითითება. დიდი შანსია რომ მოგიწევთ შუამავლის, მედიატორის ან რაღაც ფორმით გამშველებლის პოზიციაშიც ყოფნა, გამომდინარე იქიდან რომ ცხოვრება გეტყვით ამ წლის მანძილზე, აბა ვნახოთ აქამდე დაგროვებული ცოდნა, რამდენად არის შესაძლებელი რომ წელს უკვე იქცეს სიბრძნეთ. შესაბამისად მე მოგიწოდებთ რომ იყოთ ბრძენი და ამ სიტყვის მნიშვნელობაზე იფიქროთ მაქსიმალურად ბევრი. რას ნიშნავს იყო ბრძენი? და არა უბრალოდ ჭკვიანი, განათლებული, ნაკითხი, გონიერი, ნიჭიერი თუ ასე შემდეგ. რადგან აი ამ სიბრძნეს და დაღვინებას სულიერსა და ემოციურს თან მოჰყვება უკვე წარმატებები და გამარჯვებები სხვადასხვა სფეროებში და ეს გამარჯვება მოიაზრებს ბევრ დარგს. გამარჯვება საკუთარ თავზე, გამარჯვება მავნეჩვევებზე, გამარჯვება სხვა ადამიანებზე, გამარჯვება კარიერაზე, ფულზე, რწმენაზე თუ ნებისმიერ სხვა საკითხზე. კვერთხების 6-იანი უკიდურესად პოზიტიურია, ძალიან სასიამოვნოა ამ შემთხვევაში და ვფიქრობ ისეთი აქტიური, დინამიკური წელიწადი გელოდებათ. არის შანსები აგრეთვე რომ ისეთი საკითხებიც წამოიწიოს და გახდეს აქტუალური, როგორიც არის განათლების გაგრძელება ან მიღება სხვადასხვა მიმართულებით, არა აუცილებლად პროფესიული კუთხით, ანუ ცოდნის წელიწადია შეიძლება ესე ითქვას და შეიძლება ასევე მოგზაურობისაც, თუ რა თქმა უნდა, გიყვართ მოგზაურობა, თუმცა მე ეჭვება ვინმე მისმენდეს ისეთი რომ არ უყვარდეს. გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და იღბლიან 2025 წელს და ახლა კი გადავალ მესამე, ბოლო ვარიანტზე. აბა ვნახოთ რა დაგებედათ თქვენ 2025 წელს. სამივე პოზიციაში ამოგვივიდა მაღალი არკანები, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი და ტრანსფორმაციული წელი გელით, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას გასწავლით. ერთის მხრივ თქვენ შემთხვევაში წელიწადის დროის სვლა იქნება შედარებით არა ჩვეულებრივი, რაც გამოიხატება იმაში, რომ თუ კი იქნებით ნაყოფიერი თქვენი თავისთვის სასიკეთოდ თუ იმოქმედებთ, წელიწადი გავა საკმაოდ ნელა, რაც სასიამოვნო იქნება ცხადია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი არ იქნებით პროდუქტიული და ნაყოფიერი საკუთარი თავისათვის, ან იქნებით გაჭედილი ერთსა და იმავე უცვლელ მდგომარეობაში კომფორტის ზონაში, მაშინ წელიწადი ისევე სწრაფად ჩაიფრენს და ჩაიწვება, როგორც უაზრო ფეიერვერკები და მაშხალები. ეცადეთ იყოთ ნაყოფიერი და იყოთ სიკეთის მომტანი პირველ რიგში საკუთარი თავისათვის, რადგან თქვენ შემთხვევაში ეს არის პროდუქტიულობის წელი, ეს არის ჩვეულ გარემოზე ზემოთ დადგომის წელი, საკუთარ თავზე ზემოთ დადგომის წელი, ეს არის სიმშვიდისა და წონასწორობის, სტაბილურობის წელი. წელიწადი, რომელიც იწყება თქვენს ცხოვრებაში, ასრულებს იმ ჩვეულ რეალობას, რომელიც იყო აქამდე. და აქ იგულისხმება როგორც უარყოფითი და უსიამოვნო ფაქტები წარსულიდან, აგრეთვე პოზიტიურიც. ყველაფერი სრულდება და აბსოლუტურად ყველაფერი შეიძენს ახალ ფორმას. წლის პირველი ნახევარი დიდი ალბათობით უფრო მეტად იქნება მიმართული მატერიალური, შესაძლოა ფინანსური თუ ფიზიკური კეთილდღეობის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ან სტაბილურობის უზრუნველყოფას, მაგრამ აი მეორე ნახევარი, რაც შესაძლოა ზაფხულის უფრო შუა რიცხვებიდან გახდეს აქტუალური, იქნება მიმართული ასე ვთქვათ, კიდევ აი ამ მატერიალურ უსაფრთხოებაზე ზემოთ დადგომაზე, რაც უკვე მოიაზრებს სტაბილურობასა და წონასწორობას სულიერ, ემოციურ, მენტალურ დონეზე. შეეცადეთ, რომ ნაკლებად ჩაერთოთ ისეთ კონფლიქტებში, რომელთა რაობა და არსიც არ გესმით, ან სადაც არ იქნებით დარწმუნებული საკუთარ პოზიციაში, ხოლო სადაც იქნება აშკარა და საჭირო თქვენი მოქმედება, უეჭველად, აქტიურად და მამაცად იმოქმედეთ. დიდი შანსია, რომ თქვენს გარშემო ბევრი გარემო შეიქმნას წლის მანძილზე ისეთი, რომელიც სულიერ სიმშვიდეს დაგირღვევთ და ამის უფლება არ უნდა მისცეთ ამ ყველაფერს. ნახეთ, სწორად იქნება საჭირო ამ ყველაფრის გაგება. გაგება რატომ? განკითხვის კარტი, რომელიც აქ პირველი ამოდის, საერთოდ მეტყველებს ძალიან ისეთ აშკარა, შემაწუხებელ, ზოგჯერ ხმაურიან, ხმამაღალ მოვლენებზე ან სკანდალურზეც კი ზოგიერთ შემთხვევაში. მაგრამ ნახეთ, როგორი რაღაცა ეს კონფლიქტი, სტრესი თუ დაჭიმულობა თავისთავად იარსებებს. ის, რომ ის შენ გირღვევს სიმშვიდეს, არ ნიშნავს იმას, რომ შენ შეგიძლია ეს გამღიზიანებელი სტიმული გააქრო. სტიმულს ვერ გააქრობ. ის მოვლენები, რომელზეც ახლა გვაქვს საუბარი, იარსებებს და უფრო მეტიც, თქვენ არც უნდა ეცადოთ, რომ ეს მოვლენები გააქროთ. აქ საუბარია იმაზე, რომ უნდა ისწავლოთ მათი ყოფნის თუ არ ყოფნის მიუხედავად, როგორ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე.
მნიშვნელოვანი იქნება არა ის, თუ რას გეტყვიან ან როგორი მოვლენები იტრიალებს თქვენს გარშემო, არამედ მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ როგორი რეაქცია გექნებათ მათზე. ეცადეთ, რომ ამიტომ მაქსიმალურად ზემოთ დადგეთ ყველაფერზე და კიდევ ერთხელ გამეორდები, პირველ რიგში ამ წლის მანძილზე მოიპოვოთ სულიერი სიმშვიდე და წონასწორობა. წელიწადი იქნება საკმაოდ ნაყოფიერი. თუ აი ამ ყველაფერს გავივლით სწორად, შესაძლოა საკუთარ თავსაც კი აჯობოთ და იმაზე ბევრად უკეთეს შედეგები დადოთ, ვიდრე აქამდე გქონდათ. ეს არის რეგულაციის, გამოსწორების, დალაგების, გაწონასწორების, ჰარმონიის, უსაფრთხოებისა და სიმტკიცის წელიწადი. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფერს აქვს მეორე მხარეც, მეორე მხარე კი იმაში მდგომარეობს, რომ თუ კი რაღაცას ჩვენ გავაკეთებთ არასწორად, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ვებრალი იქნება. აი აქ შუა არკანში, იმპერატორში ძალიან კარგად არის ეს ასახული. აი როგორც მას შეუძლია ამხელა წონა ერთი ხელით დაიჭიროს და ერთი თოკით. ზუსტად ესე ცალი ხელით შეძლებთ უდიდესი, შესაძლოა ძალიან რთული პრობლემების ან გამოწვევების გამკლავებასაც. მაგრამ თუ კი თქვენ დაარღვევთ ამ წონასწორობას და გაუშვებთ ხელს ამ თოკს, რა თქმა უნდა, ეს წონა ისევ თქვენ დაგეცემათ და ისევ თქვენ დაიზიანებთ საკუთარ თავს. ოღონდ ეს არ იქნება სხვისი ბრალი, იქნება თქვენი ბრალი. ამიტომ ეცადეთ, რომ რაც არ უნდა იყოს, სულიერი ემოციური სტაბილურობა პირველ რიგში და გაწონასწორებულობა აქციოთ ყველაფრის პრიორიტეტად და ქვაკუთხედად. ეს ოღონდ არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, სირაკლემას პოზიციაში ყოფნას ან ყველაფერზე თვალების დახუჭვას. არა, რეაქცია ზუსტადაც რომ ყველაფერზე უნდა გქონდეთ, ოღონდ ეს რეაქცია უნდა იყოს შინაგანად მშვიდი. რომელიც ამ შემთხვევაში გამომდინარეობს, რა თქმა უნდა, საკუთარი მედან, მისი ინტერესებიდან და საჭიროებებიდან. გისურვებთ ბედნიერ 2025 წელს და ყველაფერ საუკეთესოს. ამით ჩვენ დღევანდელი ვიდეო სრულდება. იმედი მაქვს მოგეწონათ, იმედი მაქვს იქნება ეს პასუხები თქვენთვის სიკეთის მომტანი. თუ მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი შეგახსენებთ, რომ აუცილებლად ესტუმროთ ჩვენს საიტს grimoire.gr. გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, შემოგვიერთდეთ ჩვენს Facebook ჯგუფში, რა თქმა უნდა, სახელწოდებით Grimoire, რათა არ გამოტოვოთ ბევრი საინტერესო სიახლე. მათ საყურადღებოდ, ვისაც სურს პირადი კონსულტაციების გავლა, შეგიძლიათ პირადში დამიკავშირდეთ და შეგახსენებთ, რომ ჩაერთოთ 2025 წლის საახალწლო მაგიურ პრაქტიკაში, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ამ წლის ყველაზე გარდამტეხი, ტრანსფორმაციული და რთული მომენტებიც კი გადალახოთ მარტივად და ნაყოფიერად. დროებით გემშვიდობებით და ყველას გისურვებთ კიდევ ერთხელ ბედნიერ და საუკეთესო ცვლილებებით სავსე წელს.